ახლა ჩვენ უკვე ვასრულებთ ჩვენი სერიალის პირგი აბოთის მე-6 თავს, რომელიც არის შანუ ხახამიმ ბილშონ ამიშნა. მრავალწლე დაგვასრულს გამჩენა ამენ. იმედი არის მერტის წყალობით რომ ჩვენ ჯანმრთელობა მოგცეს გამჩენა, თქვენ ყველას გლოცავთ კაი ჯანმრთელობაზე, დოლარზე, სიკეთეზე, ჩვენ ტელემაყურებლებს, რომ ღმერთის წყალობით მოვალ წლისთვის, რაც ვერ მოვასწარით პირგი აბოთში წრეულს, ამას ყველაფერს ბლინედერ იმიშნაიოთებიდან, იმნაწყვეტებიდან გავაფირუშებთ, რომელიც რომ არ გვიდარაშნიათ წრეულ, ასე რომ ჩვენ დროთა განმავლობაში შევამსებთ სულ ყველაფერს, რაფერად შეგვეძლებს მაღალი უფალი ღმერთი. כל ישראל יש להם חלק לעולם הבא, שנאמר ועמך כולם צדיקים, לעולם ירשו ארץ, נצר מדעי, מעשה ידי להתפאר, חובר סע ישראל סע אקטמת צילי, תנק עולם הבשם, როგორც რომ ნამძალები წარის, დაერი შენი სულანი სინი ცადიკიმები ჭიშმარიტები, თანამუდმივად დაიმკვიდრებენ ქვეყანასა, ნერგი დარგული ჩემი, ნაქნარი ხელების ჩემისა, თანადა სამშვენი ერებლად. כל ישראל, ყველანი არის ისრაელის შვილები, ისაც რომ გონია რომ გადასული ვარ გზიდან, ან ფიქრობს რომ წესიერად არ ვიცი თორა არა მაქვს ნასწავლი, ან ნამოქმედებით გამჩენთან არა ვარ სრულად შემთელებული, გეუბნება თორა כל ישראל, ვინც არ უნდა იყო ისრაელის შვილო, ყველას ისრაელის შვილი ჰქვიათ. დაადგინა თალმუდმა, მასახეთ კიდუშინშია, მე-18 ფურცელზე, ესავი რო ესავი იყო, იცხაკ აბინუს შვილი იაკობის ძმა, იმასაც ქვია ისრაელის შვილი. ესავის ალახა თორაში არის როგორც ისრაელ გუმარ, ისრაელმა რო შეცვალა მისი რჯული, მაგრამ ისრაელად ითვლება. მაშასადამე აქედან გამამდინარე, ყველაფერი არის დამოკიდებული ადამიანის ნამოქმედარზე. იმჯერეთ ადამიანებო, ისრაელის შვილო, რაც შეგვიძლია მეტად შევისწავლოთ, რაც შეგვიძლია მეტად შევინახოთ, მაგრამ ნეტარზე იმ ადამიანს, ვისით მოქმედებაც მეტი არის ვიდრე მისი სწავლა. გაადგინა თალმუდმა გემარაში არის, ვაი იმ ადამიანს, ვინც ბევრი იცის, ცოტა საყენებს, ნეტარზე იმ ადამიანს, რაც რომ იცის, იმას რო აყენებს, მსჯელობს რომ დააყენოს. ამის დამაგვარი კიდევ ვისწავლეთ. გემარაში არის მოყვანილი, ასეთ ბაბამის სიყაში 114 ფურცელზე, რაბა ბარ აბუამ, ერთხელ გამოიარა სასაფლაოზე, არა ისრაელის სასაფლაო, ეს იყო დანარჩენერების სასაფლაო. დაინახა შორიდან იქ, ელიავანაბი იყო დამდგარი, დაეკითხება მას, ბატონო ჩემო, ელიაუ ჰანაბი, ელიაუ წინასწარმეტყველო, თქვენ ხო ბრძანდებით ქოენი, ჩვენ ხო ვიცით რომ პინხას უ ელიაუ. დაადგინა თალმუდმა, პინხასი რო წერია თორაში, ის ბრძანდება ელიაუ ჰანაბი. ესე იგი პინხასი მოშე რაბენუს დროს ვინც იყო, მას შეპირდა გამჩენა. ელია ეუნება შენ გახდები ელიაუთ, მუდმივი მარადიული სიცოცხლეს მოგინიჭებო, სიკვდილს არ ნახავ, ანგელოზის სიკვდილის არ მეგეკარებაო. ელიაუნაბი დამდგარი არის უმოთა ყოლამების სასაფლაოზე, ეკითხება მას რაბა ბარაბუა, თქვენ ქოენი ბრძანდებით ბატონო, ქოენი როგორ გახართ, სასაფლაოში არ შეიძლებაო. პასუხა ელიაუ და მოახსენა, შვილო, თუ იგისწავლია, ალბათ შენ წესიერად ვერ დაბრუნდი, არ გიმიშნაებია მეორეჯერ, მიშნა მელაშონ შინუმ, დაბრუნება, გაზეპირება, თუ გაქვს ნასწავლი, არა გაგაზეპირებულიო, ან შეიძლება ნასწავლიც არა გაქო, ვიშნონ ბარიო ხაი სიტყვები არის თალმუდში, მიშნაიო ტაროჩი, იქ არის მოყვანილი, კივრე, ყაკუმ, უმოთა ყოლამ, ენა მეტამეიმ ბაოელ, არა ისრაელის საფლავები, თუ კარავში არ არის, კარავში რომ იყოს მაგალითად ისრაელის შვილი დასაფლავებული არის, ან ისრაელის შვილი, როცა დასაფლავებად მოყავს ჩვენ, სადაც არის იქ ის ადგილი, რომ გადაფარებულში მიცვალებულს დავასვენებთ, იქ თუ არის ქოენი, არ შეიძლება მისი იგდგომა.
სადაც რომ არის კარავის სავით გადაფარებული, თქვენ იქიდან უნდა გავიდეს სიხარდე ედგომება, მაგრამ თუ არის ადგილი გადაფარებული და იქ მოყავსი არა ისრაელი, დასასაფლაებლად თქვენს იქ დადგომის უფლება აქვს, კიენ გოი მეტამე ბეოელ, უწმინდურობა მიცვალებულის მიერ, რაც რომ ეხება კარავს, ეს მარტო არის ნათქვამი დაწერილი ისრაელზე, არა ისრაელზე არ არის დაწერილიო. პასუხა რაბამ ბარჰაბუამ ელიავანაბინს ბატონო ჩემო მეო თალმუდიდან რომელიც არის გაყოფილი 6 სხვადასხვა სედერი წყობა განყოფილება ნიშნების ნასწავლი მაქვს მარტო 4-ო ნასწავლი მაქვს სედერ ნაშინ ნეზიკინ სედერ მოყედ და სედერ კოჩიმიო მაგრამ ორი ნაწილი რომელიც არის სიწმინდეს სისუფთავის ალახოთები უწმინდურობის დინები და რომელიც რომ არის ზერაყიმების თესვის გარეთ ხეების და ბალახის ალახოთები ილხოთ შმიტა ილხოთ კარკარკა ილხოთ ორლა დანარჩენი ხმათა რა მაქვს ნასწავლი წესიერათაო ეუნება რაბი ეკითხება რაბი ეუნება ელიაონავი შვილო რატომ არის სწავლე რაბი ეს ალახოთები რა არის მიზეზიო ღარიბი ვარ ბატონო რაბიო ძლივ გამაქვს ჩემი ოჯახის გაჭირება ფარნასა ძლივ გავდივარ თორის სასწავლებლათაო ეს 4 რო ვისწავლე მადლობა გამჩინსაო ხლა რადგანაც რომ ეს ალახოთები რაც რომ ეხება დათესვას რაც რომ ეხება მისდან ამოსულსა არ გვეხება ჩვენ ბაბელში არ არის ალახოთები ეხება ერეთს ამიტომ ნაკლებად შევეხება გალახოთებ და არ ვისწავლეო ალახოთები რომელიც არის უწმინდურობა და არა ერეთ ისრაელი კუთნის ბეთამიგდაშ შეკუთნის ბეთათაო მაგეც არ მოკიდე ხელი არ ვისწავლეო რაც რომ გევალდებულება ბაბელში ის მეტად ვისწავლე ჩავწვდი ამ ალახოთებსაო მოკიდა ხელი ელია უმახსენა რაბაბარაბუა შვილო მოდი და მინდა რომ განახო შენი ადგილი განყედენშიო არ გეგონოს ყველა თიღლები შვილო არ გეგონოს ყველა არის რომ გაჭირებაში ხარ ამ ყოლამზე და ამდენი სური მსნახულობო მე განახებ შენ ადგილს არ არის დამზადებული შენთვის გამყედენში 64-ში დაო მოკიდა ხელი და აიყვანა 64-ში მისი ადგილი ანახა გულაობდნენ იარებოდნენ შიგნი ცოცხლად ასე ფიზიკურად ანით დაანახა ელიაუმ ხეები განყედნის დაინახა რაბაბარაბუა რა მშვენიერი ხეები არისო შვილო შეგიძლია ფოთლები მოკრიფო ცოტა გეკნეს უბეში ჩაიდევი წაიყოლი ეგზაზე დაო მოკრიფა რამოდენი ფოთოლი ჩაიდვა უბეში და გემარა წერას იმ ფოთლებიდან ისეთი სუნი დაუდგა ტანსაცმელში რაბაბარაბუას განყედნის სუნი გამოყვა იმ დღიდან სუნი არ ეკარებოდა სხვანაირი ისეთი სუნი ქონდა ტანსაცმელს გაგიჟდა რომ დაინახა რაბი აი რა ყოფილა ეს განყედენი კაცო ფოთლებსაცაო ამ ხელა ღირსება შვილო კიდე რა იცი შენო ეუნება ელიავანავი მაგრამ ეს ყველაფერი ქირა შენი დამზადებული არის იმ ყოლამაბისთვისაო რომ გადიოდნა განყედნიდან დაფოთლები უბეში უდევს ეგრეთ ჩაკრულია ხელებში გამოდის რაბაბარაბუა მოისმინა ბატკოლი ხმა რომელიც რომ დალალობს მაღლა არის ვინმე კიდევ ადამიანში კაცობრიობაში რომელმაც სიამუნა 64-დან ციცოცხლეშიო როგორც ომი სიამუნა რაბაბარაბუამაო თავის წილი იმ ქვეყანასაო და აკლდება მასო სრომო ისმინა რაბაბარაბუა მადლობა მოხდა ელიაუსა და მოახსენა მას ეს ფოთლები არ შემიძლია გავიტანო და ყარა ადგილზე ყველაფერი დატოვა 64-ში ძანებს გემარა გარეთ გასული რადგანაც რომ ფოთლები ტანსაცმელს მეედვა იმ დღიდან ცუდი სუნი მისტანზე არასულა ის ტანსაცმელი ისეთ სუნიანი იყო კაცობრიობას მაგ სუნი არ ღირსებიან სოფლიოშიო გაიტანეს ის ტანსაცმელი რომელიც ეცვა გარეცხვის შემდეგ ყველაფრის შემდეგ სუნი არ გაშორებულა გაიტანეს და გაყიდენ 12000 დინარათაო დადგინა გემარამ 12000 დინარი გაუნაწილა მის სიძეებს
მის ქალიშვილებს აშვილებო მე არ მინდა ვის სიამოვნო ხოლამაბიდან არაფლათაო აქედან შევისწავლეთ რომ შეიძლება ადამიანი როგორც ამხელა დიდი ამორა რაბა რაბუა თელი თალმუდი სამსია რაბა რო არის სასწავლები თალმუდში ბევრჯერ რაბა რაბუა არის ამხელა დიდი ადამიანი მაგრამ იმ პერიოდში არ იყო ნასწავლი ყველაფრით მაგრამ ნაკლები ყოლამაბაგი არ გონდა სოციალურად განყედენში შეიყვანენ მისი სამოთხე მისი მამავალი ყველაფერი ანახენ ყოლამაზიურადაც სუნი გააყოლეს განყედნის ამხელა ქირა მიიღო 12000 დინარად გაიყიდა მისი ტანსაცმელი რომელშიც რომ ფოთლები განყედნის იყოვეში ჩასმული კიდევ ვსწავლობთ რომ ლოა მიდრაშ ყიკარ ელამა ასე არ არის თავარი სწავლა რაოდენობის სოდნა დატვირთვა სოდნით ხოლოდ ნამოქმედარი ადამიანის ის ჟღერს ის ლაპარაკობს იმას ეძებს გამჩენი მივა მიაოლეხინ მაღასეხა იეკარებუხა მაღასეხა იერახაკუხა შენი ნამოქმედარი დაგაახლოებ შვილო გამჩენი და შენი ნამოქმედარი დიცოდე გაგიშორებს გამჩენი შეიძლება უბრალო ადამიანი იყო ნაკლებით სოდნა გეკნეს მაგრამ ისეთი გულით აყენებდე რაც რომ იცი რაც რომ ისწავლე ისეთი მისი რუდნეფეშით ყველაფერს ასრულებ გამჩენისთვის თუ გინდა დიდი თორები გესწავლოს და მრავალი სწავლა შეგეტარებინოს თორის ესე გეთვლება კადოშ ბარუხის წინაშე ამიტომ ქოლ ისრაელ ყველა არის ისრაელი მაგრამ იმჯელო რაც შეგვიძლია ვიყოთ გამჩენთა მიკრული მოქმედებით ვიყოთ მიკრული სწავლით და რასაც ვისწავლით ყველაფერი ვიმჯელოთ რომ შევასრულოთ და დავაყენოთ შანუღა ხამი ბილშონა მიშნა ისწავლენ რაბებმა გასწავლენ შინაენითა მიშნითა ყურთხეულ ძანდებოდეს ისინი დაიგინა მიშნაები მათი ვინც სწავლობს მიშნასა ვინც კითხულობს თორასა მიკრული არის იმ რაბების სულთან რომელ რაბებსაც კითხულობს და სწავლობს ნათქვამს სიტყვებსა რიბი მეირი ძანეს ხოველი ვინც რომ საქმობს თორაში და თანაშემ შამაიმზე და დამადლიანდება საუბრებს სამრავლებასა რიბი მეირ ბალანეს სასწავლი რიბი მეირი განთქმული რიბი მეირი მასწავლის ამიშნაში რა არის თორის სწავლა ნამდვილად ლეშემ შამაიმ ვინც რომ სწავლობს თორას ლეშემ შამაიმ გამჩენის დავალებით გამჩენის სახელისთვის მაგრამ არა იმისათვის რომ პირადი კერძო სარგებლობა მიიღოს თორის სწავლიდან არა იმიტომ რომ გახდეს დიდი ადამიანი ერქვას მას რაბი ერქვას მას ნასწავლი ერქვას მას მოდარაშე ან ხალხში გამოჩნდეს ან ფულით ისარგებლოს ხალხიდან რაღაცა თითურამე მატერიალური მოგება გაქვს ადამიანო თუ ეს აზრი გაკიცოდე ამას არ ქვია თორის სწავლა გამჩენის სახელზე დაო ქოლა ოსეკ ბათორა ლიშმა ვინც რომ საქმობს თორაში და თანაშემ შამაიმზე და დაუკვირდით რომ აქ არ წერია ყოველი ვინც რომ სწავლობს თორას შემშამაიმზე და აქ წერია ყოველი ვინც რომ საქმობს თორაში და თანაშემ შამაიმზე და თორა უნდა იყოს შენთვის როგორც საქმე როგორც შენი ბიზნესი მაგით უნდა ადგე თორით უნდა დაწვე თორაზე უნდა ფიქრობდე თორა უნდა იყოს ყოველდღე შენ აზრში სად იქნება შენი მოგება რამდენ მადლებ გააკეთებ მეტად რას შეიძლება კიდე სწავლით რითი გაამდიდრებ შენ აზრსა შენ ცხოვრებასა გამჩენის სამსახურითა თუ ამაში ხარ ადამიანო საქმობ შენ თორაში და ლასოკ ბედივრე თორა ლასოკ მელაშონ ხესეკ როგორც საქმე ვინც რომ ამას აკეთებ ლეშემ შამაი გამჩენის სახელზე და რადგანაც თორა არის გამჩენის დაწერილი თორას სწავლობ რომ ივეკრა გამჩენს თორას მაცადინო
რომ ახლოს ვიყო გამჩენის მონაცემთან გამჩენმა თორა მოგცა დაბლაურეს როცა თორასთან ახლოს ახარ გამჩენთან ახლოს ახარ იცოდე ვინც რომ საქმობს თორაში და თანაშემშა მაიმზე და დამადლიანდება საუბრებს ამრავლებსა რა არის ეს საუბრები მრავლები ამას არაფერ უჩევს რიბი მეირ ბალანესი მაგრამ იცოდე შვილო ბევრ რამეს დამადლიანდები რომელზეც აზრზე შენ არ ახარო დილოოდ არ არის ეს საკმარისი მაგრამ რომ მთელი ქვეყანა რომ გაჩენილიყო მისთვის ღირსი არის ის რომ გაჩენილიყო მისთვის თორის მოსწავლისთვის მარტო ერთ კაცისთვინაც ღირსი იყო რომ გაჩენილიყო მთელი ყოლამი თუ ხარ შენ ადამიანო მიკრული თორაზე გამჩენის სახელისთვის ქვია შენ გამჩენის მეგობარი ქვია შენ გამჩენის საყვარელი შენზე ამბობენ რომ შენ ახარ მოსიყვარულე დამბადებლისა გამჩენისა შენ ახარ მოსიყვარულე იმით გაჩენილებისა შენ ახარ გამამხიარულებელი გამჩენისა შენი თორის სწავლით გამჩენ უხარია გამჩენი ამბობს ჩემი შვილი ეხლა თორა სწავლობს და ეგრეთ წაიკითხა ჩემმა შვილმა თორაში დაო არის გემარამასად გიდინში მეშვიდე ფურცელზე ელიაო რაბი შეხვდა ერთ რაბის იკითხება გამჩენი ეხლა რას დალალობს რას ამბობსო ეუნება ის რაბი გამჩენი მას ამბობსო ჩემი შვილი ებიათარი ამას ამბობს ეხლა მალახასაო მეორე რაბი ამალახას ამბობსო ისე უხარია გამჩენ თალმუდ თორას რო სწავლობენ დაბლა მის საუბრებში ადამიანები რო საქმობენ შენ ახარ გამამხიარულებელი გამჩენისა შენ ახარ გამამხიარულებელი გამჩენის გაჩენილებისა რადგანაც რომ ვინც თორაშიან მართლა გამჩენის სახელზე არ არსებობს რომ ის ადამიანი არ შეუყვარდეს ადამიანებს იმიტომ ის კაციც არის მოსიყვარულე ყველა გამჩენის გაჩენილებისა უყვარს იმ ადამიანს ყველა გაჩენილი დიდიდან პატარამდე მიწაზე მოხოხიალე რომ არის იმასაც პატივცემს რადგანაც გამჩენმა გააჩინა ის მაშვი თუ შენ ამ ამბავს მიაღწევ თუ ისწავლი თორასა გამჩენის სახელზე და არავით არის მატერიალურ მოსაგებლად რამისთვის მაგრამ გამჩენის გასახარებლად დეგებურება შენ როგორც ტანსაცმელი დეგებურება თავდაბლობა დაიქნები მოშიშე გამჩენისა ხმად და გაგაკაშრებს იგი ნასწავლი შენი თორა და გადაგაქცევ შენ ცადიკად და გადაგაქცევს ხასიდად გადაგაქცევს იაშარ სწორ ადამიანად და ჭიშმარიტად ეს ყველა ტიტულები სხვადასხვაირი ტიტული არის ძალიან დიდი განსხვავება არის თითო ერთში მეორედან ვის ქვია ცადიკი ვის ქვია ხასიდი ვის ქვია იაშარ ნეემანი მაგრამ ცადიკი ქვია იმ ადამიანს ვინც რომ აყენებს რაც რომ წერია თორაში პირდაპირ დაგავალა თორამ შაბათი შეინახე შაბათი ნახავ დაგავალა თორამ ნუ გაიალნებ შენ ამ ხანაგისას არ მოატყვილო არის ტყვილები ამას ქვია რაც რომ წერია თორაში ყველაფრის დამცველი თითო სიტყვის რაფერად წერია თორაში იმ გაგებით მაგრამ ამაზე მეტი არის ადამიანი ვინც რომ მიაღწევს დარგასა რომელიც არის ხასიდი ვინ არის რომ შეკითხო ხალხს გარეთ გეტყვიან ვინ არის ხასიდიმებიო იერუშალაიმში რომ არიანო ხო იცი ან რბივი შიმონ ბარ იოხაის საფლავზე რო იყვნენ ახლა ჩასმულები შავებში გამოწყობილები ახლა გეტყვით აგერ არ შეცდეთ ვინ არის ხასიდი ჯერა გიხსნით ამასაც გეტყვით ჩვენი თორა არ არის იმ დაბალ დონეზე დაუგვირდით ამ სიტყვებს რო ადამიანი აწონოს ჩვენმა თორამ მისი გარეთურ შეხედულობით ასაცმის ჩაცმით ანაფორების ჩაცმით მისი წვერებით და ვებერთელა კუდის დახურვით არავით არ შეიძლება ეს ყველაფერი გეკრეს დახურული ჩაცმული შემოსული იყო ამითი მაგრამ არ იყო იმ დარგაზე მისული იმ ადგილზე ეტაპზე მისული სადაც რომ ადამიანი სხვა არ არის ძალიან ჩაცმული დახურული წვერებიც არა აქვს იმდენად როგორც შენ მაგრამ შეიძლება მემარჯვებოს და სხვასაჯობოს
თავის მოქმედებით. რატომ? თორა ეძებს რას? გამჩენი ეძებს ადამიანის შიგნით ურგულს. გარეთულად რას გავხარ? როგორ გამოიყურები? რაფერ ჟღერ? ამას არ ეძებს საკადოშ ბარუხო. რახამანა ლიბაბაყე. გამჩენ ადამიანის შიგნითური გული უნდა. გულით იყავი გამჩენთან ადამიანო. არა რომ პირით იყო ახლოს გამჩენთან და გულით იყო დაშორებული. შენი პირი ერთს ამბობდეს და შენი მოქმედება სხვანაირ რაღაცას ჟღერდეს და სხვა რაღაცა გამოჩნდეს. არა, იყო შენი პირი, შენი ხელი, შენი მონაქმედი დამაგვარი ერთმანეთის შენი ჩანაფიქრიც. ვინ არის ცადიკი? რაც რომ გიწერია თორაში ამას რომ აკეთებ, ზუსტად არც გადაჭარბებით, მაგრამ ხასიდი ადამიანი არის გადაჭარბებით, რომ მსახურება გამჩენს. მაგალითი მე ვიარები გზაზე ნახე 200 მანათი დაგდებული პოლზე. ალახა, მშრალი ალახა რა არის და ამას დააყენებს ყველა ცადიკი. ფული იპოვნა, სახელიც რომ ეწეროს ამ ფულზე ზემოთ. წერია სახელზე რომ ეს ფული მე მეკუთვნის, მე ვარ ხანანია ბენ აბრაამ მეგრელიშვილი, მაგალითად. კარგია. არ არის ვალდებულობა შენ რომ ხანანია ბენ აბრაამ მეგრელიშვილს დაუბრუნო ეს ფული. რატომ? იმიტომ ფული საერთოდ მისი ბუნებით დღეს ამ ხელში არის. ჭუჭყია ფული. დღეს ამ ხელში გამოივლის, სხვა მეორეს ხელშია. მაგ ჯიბეში შევედი მაღაზიაში, ვიყიდე რაღაცა, მე მაღაზიანერთან ვიღაცა შემოვიდა. იმან აიღო ჩემი მონაცემი მას მიცა, იმან კიდე წავიდა ბაზარში რაღაცა იყიდა, კიდე გადაიხადა იმ სხვა მესამე კაცმა. მეოთხე, მეხუთე, მეექვსე შეიძლება ჩემი მოცემული პირველ კაცზე 10 ხელი გამოიაროს და ხა წადი შენ გაარგვე, ვინ არის რო დაწერა ხანა ხანანია ბენ აბრაამ მეგრელიშვილი, მისი არის ფული თუ იმის შემდეგ სხვამ ჩაიარა ამის ხელში და სხვის ხელში და სხვების ხელში. ასე რომ ალახით ეს ფული არ უნდა დაუბრუნოს ადამიანს. ამას აკეთებს ცადიკ ადამიანი, რომელიც აიღებს ახლა ნახე შენ 200 მანათი, აიღე ჯიბეში და ჩაიდები ჯიბეში, ეს ალახით გაალებულია. თუ დაინახე ის დავარდის მომენტი. ვიღაცა ჯიბიდან დავარდა ფული, აიღე და უბრუნე ბანკას, ეს არის ვალდებულობა შენი. თუ არ დაუბრუნე, ეს უკვე რაშაყი ხარ. თუ დაინახე, ვიდან დავარდა. თუ არ დაგინახია დავარდის მომენტი. შემთხვევით გზაზე იარები და ნახე 200 მანათი დაგდებული პოლზე. ამას ველაპარაკო. და არ ვიცი ვიდან გამოვარდა ჯიბიდან, ვის დაეკარგა, ასეთ შემთხვევაში ალახა ბრძანებს, არ გევალდებულება მისვა სახელიც რომ ეწეროს, რომ გარკვიო მისი არის, არ არის, დაკარგა, არ დაკარგა, არავით არის. შენი არის ეს ფული კანონით. მაგრამ ხასიდი კაცი წავა და მაინც გაიკითხავს. ვივა ხანანია ბენ აბრაამთან, მეგრელიშვილთან დაიწყვის. ჩემო მეგობარო, შემთხვევით ხო არაფერი დაგიკარგავს. თუ იმან უთხრა 200 მანათი დავკარგეო და ჩანს რომ ასეთი სიტუაცია არის სიმართლესთან ახლოს, ხასიდი აცლებს უბრუნებს ამ ადამიანს. აი, ეს არის განსხვავება. ცადიკი მიყვება კანონ, ზაკონ, რაფერად წერია მშრალი კანონი. ხასიდი გადაჭარბებით. კიდევ ერთი მაგალითი. ვნახეთ ფული სალოცავში. რაღაცა ვიპოვნე სალოცავში. ხლა სალოცავ 400 კაც შემოდის ჩემთან. წადი ხლა შენ გაარკვე ვისი არის ეს ფული. თუ მოვიდა ვიღაცამ და თქვა, ესე მოხდა ჩემთან ერთხელ. დემიკარგაო, ამომივარდა ჯიბიდანაო, ასეთი და ასეთი სუმაო, თუ ვინმე ვნახეთო და შენ მართლა სუმა გარკვეულად რაც იმ კაცმა დაკარგა, ის იპოვნე და ის ნახე, ვალდებული ხარ დააბრუნო. არ დააბრუნება რაშაკი ხარ. იმიტომ ნიშნებ გაზრებს კაცი, ან პორტფელი დაკარგა და პორტფელში არის თავის ID, რო იტყვია თეოდად ზეუთი. პირადი ცნობის ვინ არის ეს კაცი, ხო? ცნობის საბუთი. ვალდებული ხარ დაუბრუნო. მე ვლაპარაკო იმ შემთხვევაში. მაგალითად $100 გამოვარდა ვიღაცა ჯიბიდან. არავინ გეუნება შენ. დავკარგე, არც იცი, ვინ დაკარგა,
თხოვნი არავინ არ არის. ალახით ხო არის შენი ეს, რადგანაც იპოვნე. ხასიდი კაცი მაინც არ გაიადერს, წავადავა სალოცავ მიცემს. რადგანაც სალოცავში ვიპოვნე, თუ გინდა სალოცავი შეეყიდოს. ამას ქვია რეშუ დეგდეშ. არ შევალეხლა თერამ დეტალებში. ასე დიდი ალახოთები მაქვს და წერილი ძველად მოკლედ. ცოტა ხო შენ ვისაც გაინტერესებს ეს იმან რეშ, ხო შენ შპაჩი არის კიდე ბაირეტებში, ორახაებში კუფნუნალეთ 151 თავზე და კიდე ბევრად კიდებზე. ხასიდი ადამიანი ასე გააკეთებს. ცადიკი არის მშრალად რომ იყვება ზაკონ კანონ დაწერილ შავ თეთრზე. ხასიდი გადაჭარბებით. იაშარი ადამიანი ვინ არის? სისტორით რომ იარება. არა მარტო მოქმედებით რომ არის ცადიკი, მონაქმედით რომ არის ხასიდი, მაგრამ გულშიც ფიქრობს მარტო სწორად. რაც რომ ქონდა გულში, იმას აკეთებს ეს კაცი. სამ ადამიანს ისტორიაში დერქვა იეშარი, ბეფ იეშარი თითრომა, ძანდებოდა აბრაამ აბინუ, იცხაკ აბინუ, იაკობ აბინუ. თალმუდის დროს დაუმატეთ კიდევ ერთი, რომელსაც ერქვა რა საფრა, იაშარი, სწორი ადამიანი. კანა მოხდა ასეთი რაღაცა. რა საფრა ვაჭარი კაცი ძანდებოდა. მიყვნენ რაბები, ხო? ყველა რაბი ხო არ არის მარტო ჯამაათზე დამოკიდებული იყვნენ რაბები, საქმეს აკეთებდნენ, აკმობდნენ. ვარი დალონჯი რაბი იცხაკ ნაფხა, თალმუდისტი, ხელა დიდი თანა ბრძანდებოდა. მაგრამ ჩამბერავი იყო მსვერკები, რომლებიც მაგაზე მუშაობდნენ. იოხანანა სანდლარ, ზაპოჟნიკი იყო ხაიატი, იერუშალიმის მოყავს. ერთი კაცი მკერალი დიდი რაბი ბრძანდებოდა. რაბი იუდა ბენაკოსა და ასე კიდე ბევრი იყვნენ. არ შევალეხლა ამაზე ცალკე თემა არის. საქმობდა რაბ საფრა ქვეყიდდა. საერთოდ ბელგიელებმა კი არიციან, ბრილიანტების გაყიდვა. რაბებიც საქმობდნენ მაგაში. ქვეყიდდა, საქმობდა, ვაჭრობდა, ყიდულობდა. დიდი საქმე გქონდა მაგისი. დამჯარი არის თავის სალოცავში, სადაც ლოცვილობს, თეფილინ დადებული, ლოცვილობს, შუა ლოცვაშია. შემოდის ერთი კაცი, ვისაც ყიდვა უნდა და რაბის ყურში აძახებს. ლოცვის დროს, კირიათ შემოყვება რაბი. შუაში. და ლოცვილი, თუ ამანაც არ იცოდა, ამ შემომსვლელმა, როდესაც შემოსულიყო, ხედავ, რაბი ამ ხელაკაცი, თორას არის, სწავლობს, კითხულობს, ლოცვილობს, მაინც მაშინ უშლი ხელს. აზახის ყურში, ბატონო რაბი, გავიგე რომ ქვაგა სასწაული გასაყიდლად. დაგიფასებია შენ ეს თანხა. 400 მანათის მამცემი ვარ, თუ მომყიდის შენ მაგას. რაბი პასუხ არ აძლევს. რატო არ აძლევს? შუა ლოცვაშია. კირიათ შემაყვება. ამ ხიდველ ამდენი რომ არ ესმის. რაბი შეუნება. გავიგე. არ გინდა რომ მომყიდო ამ ფასად. 500-ის მამცემი ვარ. ძალიან გთხოვ რომ ამეცი. აბა არ პასუხობს. კირიათ შემახშია, ლოცვილობს. გადის 2 წუთი, რაბი თავის კავალოთებში არის, ფიქრებში, მიკრულია გამჩენზე. ამის თავი აქვს, ხლამასთან დაიწყოს ვერც რემეს აცლებს. თეფილინ რო გადევს ადამიან, უნდა იყოს სულ თეფილინ და ციციტში გამჩენს სამსახურში. ასე არის ალახა, რო იცოდ ჩვენ რატოა. ალახა არის თეფილინ რო გადევს ლოცვის დროსაო, ხელის თეფილინ უნდა ხოდეს მიდებული ხელი, როცა მოგშართამლეო ყანი ადეხა. გავირედო და ფოტბენ ყენეხა. უნდა აკოცო, რომ არ დაკარგო ქავანა. უნდა იყო გამჩენთა მაშინ. არაფერზე რო დაიფიქრო. შივითია შემლენეგდითაბი. ამანამდენი არ იცის. ეს კაცი, ვინც რომ არის მყიდველი. 600-ს გაცლებ ბატონო რაბიო. რაბი ხმას არ იღებს. დაამთავრა კირიათ შემაყი, მაგრამ ემეთ ვიაცივზეა გადასულიც და ყამი და სიცხეს. 800-მდე ავიდა. კაიო შენე გამყიდველი არ ახარობდა, შეეშვა რაბის. გზაში რო გამოდის რაბი ნალოცებს შეხვდა ეს კაცი. და რაბი შალომყალეხე მეუნება. შვილო 400 მანათიო და მამიცია შენთვისო. რაბი ვერ გამიგიაო. მე უკვე შენთან 700-ზე ავედიო, 1-ზე ავედიო.
და შენ 400 მეუნებიო შვილო შენ 400 მითხარიო მე უკვე იმ წუთშივე ჩემ გულში დაგდანხვდი მინდოდა გაყიდვაო რადგანაც გულში მქონდა ჩანაფიქრი რომ გავყიდე კაცლებ კაბეიკ არ ავიღებეცაო აი ადამიანი რომელიც არის იაშარი ადამიანი მისი გული ფიზიკურად ტანი და ხელი აზრი ყველაფერი ერთ იგივეს ხარჭავს აი ეს არის ადამიანი რომელიც არის გამჩენ სისტორით რომ ემსახურება იშვიათად გამჩენმა ქნას დღევანდელ თაობაში ხალხში ასეთი სიწმინდე პაპადარმა მოსმენილი ერთხელ ორხელ შვილო ძველად იყო ძველად საქართველოსიო საქმეს რომ ამთავრებდნენო ვაჭრებიო ძველ დროში როცა კიდე იყო არსებობდა წვერი და როცა იყო კიდე ულაში აიღებდნენ ულაშიდან ვერ დღესაო და აი ამოიღებდა თავის ულაშიდან ერთ დღეს და ეს არის შენი კინიანიო მამაც იხელიო და საქმე მთავრდებოდა პაპა მეუნება ერთხელ დღეს ეს შვილო იდრო დადგაო თლიანად რო გაიპარცო თლიანად თელი წვერი ულაში თავით მა ყველაფერი და ჩააბარო თლიანადაო კაცი აღარ დამჯერებელიო ადვოკატებთან აწერამენ დამთავრებულია ყველაფერი სულაფერი ბოლო დეტალებზე სულაფერი გაშიფრულია მაინც მოყავს ვიღაც ადვოკატი მერე და დაამხობენ უშინდელ თანხმობას ყველაფერი შენ გამოგიყვანებენ სრულად და თავიანთო კიდე მართლად აი ედრო დადგა ამას ქვია ყოლამ აშეკე ხლა მოდი მოიძებნე სიმართლე დღევანდელ თაობაში გამჩენმა ქნას ამიტომ გაგა ქაშრებს იგი თორა შენი თანასაყოფლად სადიკი ხასიდი სტორი და ასეთი დუხარ ადამიანო გამჩენისთვის მაშინ გახდები ჭიშმარიტი ყველაფერი გაბარებს გამჩენი როგორც მოშე რაბენუს ჩააბარა კადოშ ბარღუნდა ბძანა მოშეზე თორაში ბეხოლ ბეთი ნემან ჰუ ყველა ჩემო ჯახში ყველა ჩემო თახებში ჭიშმარიტი ბძანდება მოშე თუ ამას მიაღწევ ადამიანო თორას სწავლობს შემშამაინზე და გაგაშორებს იგი თორას შენი იმის ცოდისაგან და დაგაახლოებს ყველაფერნაირად მადლთან თუ ხარ გამჩენზე მიკრული ცოდობრალ გამჩენი გაშორებს ყველაფერნაირად დაგაახლოებს რაც შეიძლება მადლები გააკეთო ორი კაცი ჩავიდა ისპანეთში ორი ებრაელი ეს არის ინკვიზიციის დროს 1492 წელს ინკვიზიციამ როცა ბოლო გადაწყვეტილება მიიღო მეფესთან ერთად ისპანეთში ებრაელები გადენენ მანამდე ხდება ეს ამბავი რასაც ახლა გიყვებით ინკვიზიციის პერიოდებში მაშინ ორი ისრაელის შვილი ჩავიდა სხვა ადგილიდან სხვა კუთხედან სხვა სახელმწიფოდან და იციან რომ ძალიან ძნელი არის იმ პერიოდში ესპანეთში იპოვნო ებრაელი ისრაელის შვილი ქაშრუთის დამცველი კალაკება ხამურას შემნახველი ქაშერი ხორცის მჭამელი ღიად და გამოჩენილად ზოგადად ხალხად გამოჩენილი იმიტომ რომ ხორის შემნახველებს ედებოდნენ ისრაელებს ეძებდნენ ინკვიზიციაში გაიყვანენ მრავალი დახოცენ და ისტორია განთქმულია ჩამოდის ეს ორი და პორტში როცა რომ ჩამოდიან დაიწყეს სიარული ქალაქში ბაზრობის დღე არის პარასკევი სადაც ვნახავთო ისრაელის შვილსაო რომ ჩვენი აზრით ისრაელი არისო მივიღიზნოთ თხოვოთ რომ მიგვიყვანოს გაჭამოს რაღაცა ოჯახში და გადავიხდით საფასურს ორივე ბიზნესმენია ვაჭრები არიან დიდი საქმის პატრონები ეს ორი სტუმარი კაცი ასე რომ ერთმა შეამჩნია ერთ ისრაელის შვილი რაღაცებს ყიდულობს ერთ ორ რაღაცა თაბებს რაც რომ ებრაელებში მიღებული იყო შაბათისთვის იმ კუთხეში მარემარეში ისპანეთ პორტუგალის ტერიტორიებში განთქმული საჭმელი ებრაელების საშაბათო საჭმელი მეორემ თან ეძებს მეორეც ვიღაცას და ორი მაინც დაუკვირდე მოისმინო ან ნახო გავშიფრო მოქმედებით გავანალიზო რომ ებრაელია ამან ნახა პირველმა ნახა ვიღაცა მეორემაც ნახა ვიღაცა ამ პირველმა რომ ნახა შეხვდა მარტა ბედიერი ისრაელის შვილი
შეხვდა მას შაბათის შემნახველი, გამჩენი შვილი, კალაკება ხამურა, თან ესე რაღაცა უკავია ჭუმჭუმად ეს სტუმარი საჭმელის დროს ხელის დაბანვა გააკეთა ბოდიში მოხდა ამათ მეო სანამ ხელ არ გავასუფთაებო მანამდე პურვერ ვიმირთვეო ხლავად ნუ არის ებრაელია თუ არ არის ნუ ის შინია ვაი თუ მოთაღოლამია ისეთი რომელიც გამყიდოს და ჩამავაროს ინკვიზიციას ხო იცით რა დღეში იქნებოდა მაგრამ ნუ ჭუჭყი მააგო ხელზე უგზ და მოსული ვარო მოიგონა რაღაცა და ბალაბაიტმაც დაუკვირდა რომ ეს ინახავს რაღაცას და ეუბნება თუ ისრაელი ხარ არ შეგეშინდესო მეც ისრაელის შვილი ვარო შეიყვანა ოთახში სეფერტორა ანახა გედეხვენ ერთმანეთ კაშერია ჩემი ოჯახი კაიჭამე კაისვი ლოფაჰად ნუ შეშინდებიო დააყენა ბედნიერად მეორეც ბალაბაიტთან შევიდა ვიღაცასთან ვინც ნახა ვინც იპოვნა თავის გაგებით მაგრამ იქ ჩანდა რომ არ იყო ებრაელების ოჯახი და დელი შაბათი პური ჭამა მარტო რაღაცა და ცოტა ბოსტრეული და ამითი გაატარა შაბათი იმჯერა რომ არ მეეკიდა ხელი მოხარჩულზე არაფერზე აქ იგი მოკლედ რაც შეეძლო იმას მოკიდა ხელი გაიტარა თავის შაბათი ყასი შაბათხა ხოლ გადის შაბათი ხდებიან ეს ბიზნესმენები ერთმანეთს ბუნდებიან თავიანთ სახელმწიფოში აბა შენი შაბათი როგორ იყო ბედნიერზე ბედნიერი ბარუხ ჰაშემ კაიჭამე კაისი ქიეშმერა შაბათი ვაგურტყე ტერორიკლა დავაყოლე მოკლედ აიოხლუვა იშტუ შენი შაბათი როგორ იყო ლოიშამა ბეისრაელ უგედესი არაფერი გითხრაო რაფერი რაღაცო მა მოხდა მოთაყოლების სახში მოხდიო მოკლედ ბოლოს რო ჩამოვიდნენ თავიანთ სახელმწიფოში ეკითხებიან თავიანთ რაბის დიდი რაბი იზამდებოდა რატო ქნა გამჩენმა ასეთი რაღაცაო ეს მოახვედრა გამჩენმაო ქაშერ ოჯახშიო ამას დაუზადა გამჩენმა ქაშერის საჭმელებიო მეო და იგივეო დამცველი შემნახველიო და მეო მიმიყვანა გამჩენმაო მოთაყოლების ოჯახშიო რაბი რა ხდებაო რა ამბავიო ამი ეკითხება ამას შვილო შენ როდის მეო მოგიხტაო არაკაშერის ჭამა შენი სურვილითაო დაინასორი კარგათაო ან შენო მეორეს ეკითხება მეორე რომელიც ქაშერ ოჯახში მოხდა ებრაელების ოჯახში ჩემს ცხოვრებაში არ მომიხტაო კეო გამოცდებში ვიდექიო ბევრჯერაო მაგრამ არ მიმიკარებიაო სულ ვთხილდებოდიო მეორე ერთხელ ოხე რაღაცა მომიხტა ასეთიო რა გზაზე ციარები ადამიანო იმ გზაზე გატარებენ მაგლიდანაო შენ სურვილით აიცილე შენ თავიდან შენი სიკაშრე გაიალე ერთხელ და ორხელ გაჭირების დროს რატომ მიგიყვანო ქაშერ ოჯახში შენ როცა რომ შენი სურვილით შენი აზრით ი დაინძიმე და შენ თავს გაუთხილდი რადგანაც ასე იყავი გაფრთხილებული შენახული შენი თორა შენი კედუშა შენთვის არის როგორც მაყატაფა გადაფარებული ზეიდან და გაგაშორებს სოდობრანსაო შენი ძველი კარგი ნაკნარიო ამას არის ბერეკი ამოსაგერ თუ შენ თორა სწავლობ ლეშემ შამაიმ ასრულებ გამჩენის სახელზე რაცაც ასრულებ ყოველთვის ხარ მიკრული გამჩენზე გაგაშორებ შენ იგი თორა შენი იგი მადლები შენი იმის წოდისაგან და მიგახლოებს შენ თან ადგილს ამადლებისას შენ შვილო თორის მოსავლეო გამჩენზე მიკრულო დღედაღამე თორაში რო ღუღუნობ თეილიმი რომ არ გაგიგდია ხელიდან მაყამადოთ რო სწავლობ შახრით მინხა ყარბიძე მიკრული თალმუდები რო არ გაგიგდია ხელიდან ზუარები რო გიკავია რო კითხულობ შენდან იცოდებ ისარგებლებენ ადამიანები რჩევითაო აზრითაო სიგონიერეს მოითხოვენ შენდანაო სიძლიერე რო ისწავლონ თორის არი გიბორ თორის ნამდვილი სიძლიერე შენ თხანმოვლიან მაგის სასწავლებლათაო როგორც რომ ნაბძანებიც არის ლიხეცავე თუ შიანი ბინანი გებურა დაგაძლევ შენ თორა შემდეგში იმ უზომამდე მიხვალა დროთა გამავლობაში გექნება შენ ხელმწიფობა სუნტლობა გექნება შენ გამოჩხრეკვა სამართლისა
გემეგეცხადება შენა სეკრეტები თორისა როგორც ზამდებოდა შელომა მელეხი ამიტომ კოლალომე თორა ლიშმა ლიშმა არის ოტიოთ შელომო მიაღწია ყველაფერ ამ ამბავს ზამდებოდა მელეხიც სულტანიც მსოფლიოზე გამამჩხრეკი სამართლისა ბოლომდე დაიცოდა თელი სეკრეტები თორისა გადაიქცევი შენ როგორც რომ წყაროსებრი რომელიც რომ ძლიერდება და როგორც მდინარისებრი რომ არა ის შეწყდება მაგრამ შვილო ამ ყველაფრის შემდეგ გაუთხილდი ერთ რამესაო შეიძლება დიდ კაცობას მიაღწიო დიდ ადამიანობას სიწმინდეს სულიერად მაღალ დონეზე დადგები მაგრამ მაშინაც ეცერ არ აყიცოდე იმხელა არის შეიძლება რომ სხვა ცოდოში გადაგხვიოსო შეიძლება მაშინ იფიქრო ვინ არის ჩემსებრი მიქამონივენ ქამონი ეი დიდ გულობას უნდა იწყებ შვილო დაიყავით სანუაყი დაიყავი გამგზელებელი რისხვისა მაპატიებელი ზედაგდებულობასა შენსა თავი შენი დადევი ყველა საპატიეო მაშინ მოგამაღლებს და მოგადიდებს შენ იგი თორა ზედა ყოველიმა მოქმედება ებოსა აი ამიშნამ ამხელა რაღაცა გვასწავლა ადამიანებო რა არის თორის სწავლა გამჩენის სახელზე ვინც რომ სწავლობს თორას ყველაფერ მიაღწევს თალმუდში არის მასხეთ ყირუბინი 54 მეორე გვერდი წერავს გემარა ზანდებოდა ერთი რავი რომელსაც ერქვა სახელად რაბი ფერიდა ამ რაბის თალმიდი ყავდა მოწაფე რომელიც სწავლობდა რაბისთან თორას მაგრამ ყველა მოწაფე ედაიგივე თვისების ხომ არ არის არის მოწაფეები ჩქარა ითვისებენ არის თალმიდები რო დაუჯდეთ ელი დღე სიტყვას ვერ ასწავლი მასოს საკითხული მაქვს რაღაცა ბავშვები იცი მინაგი არის როცა ბარმიცვაზე ხდება ბავშვი ბარმიცვა ნუ აშკენაზებში ასეთი მინაგია ჩვენთან საქართველოს ჯამაათში სხვანაირი მინაგებია ჩვენ ცალკე სეფერთორა ვიცით ხათანზე აბრამ ზაკენ ბაბაიამი რუხაშემ გამოვზანები თავის მაფტირის მოყოლით სოსასის მეხოლე ბარმიცვა აშკენაზებში როგორც თქვი აძლევენ მაფტირ მოიყვანა მამამ შვილი შამას შეურება ლოცვის შამას ჩემი შვილი არისო ბარმიცვაო და გთხოვ რაბიო აიყვანეთო ჩემი შვილი ბარმიცვაზეო მაფტირზეო გადახედა ბიჭო შამას მოდა ეკითხება თავის თავ სერბია გავს 13 წლის ბავშვი 19-20 წლის მოზდილი წვერებიანი დავაშკაცებული კაცია კაცო მაგრამ სიტყვა მივიდა რაბის ეუბნება რაბიო მოითხოვესო მაფტირიო თუ შეიძლებაო ბარმიცვა ყოლიაო ამასო ვინაო ეს და ეს ადამიანიო მოშე ბერგერი ვინც იყო ამან მოითხოვა კი მაგრამ კაცო ბავშვიო არ მიაგავსო 13 წლის ბავშვსო რაბიც ეკითხება რაბიო მაშინ ეკითხვა მეცდემება და მაგრამაო ვერ უპედამ ადამიანს მოითხოვაო და რა უქნაო ხლა ხარ დაუწყებო მანახე ID მანახე პასპორტი რაფერი დავიწყო ის კითხვა მოკლედ აიყვანეს დაამთავრა ამბავშმა თავის მოსაყოლი ბარმიცვის ნაწყვეტი სეფერდორის მერე მაფტირი თავისებურად ყველაფერი მოყვა და ეკითხება რაბი ამ მამას როდაჯდნენ პორმალეზე სინამდვილეში რამდენი წლის არის შენიშული 20 წლისო და ბარმიცვაზე მოიყვანეო ახლა 13 წლისო მე არ მithქვიაო 13 წელიო შამაშის მიმოუთხარი შამასწაო ხათან ბარმიცვა მყავსო სინამდვილეში 20 წლის რატო ახლა მოიყვანა რატო არ მოიყვანეო 13 წლის რო იყო და სიმართლე გითხრაო იზეპირებს უკვე 10 წლის რო იყო იმდროდან იზეპირებსო და სანამ ბოლო-ბოლო ჩაუჯდა თავში ახლა მოიყვანეო 10 წელიწადი იზეპირებს
ერთი მაფტირის მოყოლას. არის ხო თალმიდი ახლა ყველა და იგივე თვისების ხო არ არის გას არის ჩქარა ითვისებს არის ჩქარა კარგავს არის ზოგი მძიმე არის ზოგი მეტი იოლად გაუდის ხორება რაბი პერედას ყავდა თალმიდი ერთი რომელიც თუ არ მოისმინდა რაბიდან 400 ჯერ გაკვეთილი თავშეშევდია შენი დღეს რაბი მოდის და იმ საღამოს კეთობა აქვს მოსაყოლი რაღაცა და საქორწინებელი ყავს ერთი ბიჭი და რაბი ეუბნება ამ თავის ჭაბუკ თალმიდს მოსაფეს შვილო დღეს იცოდე იმჯერე რაც უფრო ჩქარა გამიშვა რადგანაც რომ დასაქმებული ვარ მე მოისმენ ამ ბიჭმა უკვე აზრი აღარ აქვს რასასწავლის რაბი რატო ყოველდღე ფიქრობს რომ ისწავლა 100 ჯერ ასწავლა ალბათ ახლა უკვე რაბი წავა ალბათ ახლა უკვე წავა და სწავლასაც აღარ უწევს გულს და მართლა რაბიმ ჩაუტარა თავის 400 ჯერ თავის სასწავლებელი ამ ბავშვმა ვერ აითვისა ვერაფერი იკითხება რაბი შვილო რა ხდება დღესო ყოველ წუთში ფიქრობ ისწავლა რაბიო და აზრი აღარ მაქვს სწავლისკენაა დაიფიცა რაბი მე არ წავალ არსაცო დაუთმო სხვა რაბის გაუშვებო შენ მაინც შენსაც გასწავლი იცოდება დაუჯდა და ასწავლა გამოვიდა ბათქოლი მაღლიდან გემარა წერავს ამას შეაწახა დალალმა მაღლიდან დალალობს მაღლიდან ამოირჩი 1-2-დანაო გინდაო 400 წელიწად სიცოცხლეს გაჩუქებთო რადგანაც 400 ჯერ ასწავლდი ყოველდღე ამასაო ან შენი თელი თაობის ხალხი ვინც რომ ცხოვრობს ისრაელის შვილი ყველა დამადლიანებულია ყოლამების სისხლსა რა გინდა რომელი გინდა მოირჩიო რაბი დადგება და იტყვის შამაი მეუნება შემთხვევით არ ვეძებო ჯამად დამადლიანე ყველა ყოლამებასო მე ჯანდაბას ამდენი სიცოცხლე რა ბოლოს მოჭმული მაქვს ქვეყანა რა უნდა გავაკეთო კიდე მეტიო ხნიერიც ვარო და გამოვიდა ბათქოლმა და შეაწახა რადგანაც შენ ხალხზე ფიქრო შენ თავზე არ ფიქრო ორივეს გაძლევთო 400 წელიწადსაც იცოცხლებ და შენი თაობის ჟამათი სულ ყოლამების შვილი იქნება აი რა ხალხი გზადებოდნენ ზე ერთეულები იყვნენ ახლა ყველა ხო არ არის ასე და ერთეულებია რომ დაიწერა მაგაზე ასეთი რაღაცა ამას გასწავლის რიბინეირი ქოლა ოსეგ ბათორა ლიშმა გამჩენის სახელზე სწავლობს და გასწავლის საქმობს თორაში რატო არის სიტყვაში აქვს წინა რა ვიგეთ წინა სიტყვაობა ქოლა ოსეგ ლოგადუ ქოლა ლომედ ქოლა ოსეგ ბათორა თორა არის შენი საქმე რაბი ხარ განსწავლებელი ხარ მოდარაშე ხარ მოქადაკე ხარ ალაღის გადამწყვეტი ხარ მოსამართლე ხარ ვინც არ უნდა იყო უსაქმო გამჩენის სახელზე არა პირად ინტერესისთვის მომახდები აი ეს არის რაბი მიერის სიტყვები და მოამაღლა გამჩენა მოსწავლებელი თალმიდის 400 წელიწადი აჩუქა გამჩენმა თავის თაობა ყველა დამადლიან და ყოლამებას მაგარია ზანარიბიო შუაღა ბარლევაი შინა ყოველ დღესა და დღესა ბათქოლი გამოდის იმის მთისა ხორევისაგან სამი სახელი ქვია არსინაის სხვადასხვა სამი ტიტული მისცა თორამ ზოგ ადგილზე დაარქვა არსინაი ზოგ ადგილზე დაარქვა არფარან ზოგ ადგილზე დაარქვა არხორევ როდის ქვია სინაი როდის ქვია ფარანი როდის ქვია ხორევი სინაი ყოველთვის როცა თორას სწავლობენ მაგრამ თუ არის გადაჭარბებულად თოისწავლა და მომაღლება სულიერი საისრაელოში არფარან მელაშონ ფერ სიმშვენიერე გვირგვილივით ფაჯივით ედება სინაის მთას ზემოდან გამჩენის ალი კედუშის ალი და თუ თორას მიატოვებს საისრაელო თორას არ ვსწავლობთ ან თუ თორა აგდებულია მაშინ ქვია არ ხორევ თა გაოხრებული რვალე ხე ამიტომ დაგვავალა გამჩენმა შვილებო რო გამოდიხართ ეგვიპტედან მისრაიმიდან პესახში იმისათვის გამოდიხართ პესახში
რომ თქვენ ფესახი მიიღოთ. დაუგვიდით ჩემს სიტყვები კარგად. მასზე ფესახ. გამოგიყვანეთ ფესახში, რომ გაჩიქოთ ფესახი. დაუგვიდით ახლა აგიცნით. ზეხიდა. ფესახი არა შედებოთ. სამი სახელი თქვი ამთის. რომელიც ქვია არ ფარან, არ სინაი, არ ხორებ. ფესახ. გამოგიყვანეთ ფესახში, რომ მიიღოთ თორა ფესახში, ფარან, სინაი, ხორების სუნთაზე. ესე იგი, მიცრაიმიდან გამოყვანის მიზეზი თორის მიღება იყო. ჩაიხუტეთ ეს თორა. ზანარი ბიეო შუაღა ბარლევაიმ. ყოველ დღე და დღეშინა ყოველ დღესა და დღესა. ბათკოლ დალალი გამოდის მაღლიდან ხმა დაიძახის ზედამთა სახორევისას დადალალობს და ამბობს ვაი იმათ გაჩენილებსა იმის აგდებულობისა რომ თორისაგან ამას ეშაღია წინას 12 წელს გვიწერავს რაფერამოსი შაღია კოლკორე ბამიდვარ ფანუდერე ხაშემ იაშერუ ბაღარაბა მესილალელოენუ სანამაში ახიმობძანდება მით უმეტესო გამაგრდება ეს ხმები დალალის და დაძახებისაო შვილებო მაში აღის მომწარებისთვის რა არის საჭირო გზა უნდა იყოს გამზადებულიო ხლა არის ადამიანები სოდობრალიანი იმდენი სოდოა გაკეთებული იმდენი მახეუდგია გზაში თუ არის მაგალითად ადგილი მაგრამ არ არის აღებული არ არის გასწორებული მიწა იქ იზრდება რაღაცეები დაგრეული ბოთლები ყრია 1000 ნაგავი ყრია ის გზა ხო არ არის რომ საიღო მაგ გასუფთავო გზა მაინც გზად არ ითვლება თუ არ დაასხი იქანა იმ ადგილზე ხო არის თავისი ასფალტი რაღაცა გზისთვის ორნაირი ადამიანები არსებობენო პირველი არიან სოდობრალი სამსე ხალხი თქვენ გეუნებათო რა არი მუმიხშოლ გაიშორეთ წამოსაკრავები მახები რომლებიც რომაში აღის მომბრძანებას აკავებენ და მეორე პარტიას ეუბნება ბევრი ცოლობრალი თუ არ გზებს არც დაგვეწესიერა დასხმული ასფალტი გამზადებულიო გამაგრდით თორითაო და ბენო არ შეხაკადოშის სიტყვები არის დალალობს და მოსვათკოლი ვაიმად თანაგაჩენილებსა იმის აგდებულობისა რომ თორისაგან თორა ტირის თორა როცა აგდებულია თორის ნამდვილი მოსწავლეები რომ არ არის წესიერ ადაფასებულები თორა ტირის ამაზე ვაი ჩვენი ბრალი აი ჩვენი ბრალი გაგოჯახში ბაბუის დედის არ მამის დაკოებული თეილიმი სიდური ამას უნდა ამწყდებ სერვანდებში ზოგიერთებ დამარხული აქ შენახული აქ წლიდან წლამდე კიპურიდან კიპურამდე მახაზორი რო არ გამოვა სიდური რომ არ აღირსება გარეთ გამოსვლა ტირისი თორა ამას ქვია ყელბონა შელთორა კაია რომ ტებ სახში შვილო კაია საფრიდან რომ არ გამიტანეო მაგრამ სახლიდან არა გატანა ეს ერთია მაგრამ გამომიტანე გამამზეურე ზოგჯერ მაგირსე შენი პირის ნახვა გადამშალე წამიკითხე დატოებული თეფილინია თუ არის ქაშერი თეფილინი პაპის ბაბუის დატოებულები დაიდევით თეფილინები დაიდევით მოდიან ზოგჯერ მიკითხებიან მამაჩემა დატოვა ბაბუაჩემის არის ნახვარი თუ არის ქაშერი კაია დაიტოვეთ სახში გეგრეს კიდე ნიშნა ერთ თეფილინი ორი სტუმარი მოგივიდა დაგჭირდა არ გაიტანოთ ასე ჩქარაჭ ჯერე როცვასაც რო აჩუქოთ
გაშინჯი თუ არის კაშერი. რამდენჯერ გავშინჯე თეფილინები არ გეწყინოთ. ერთ თეფილინი გავშინჯე და ბოდიშორაზე ლაპარაკო. მატლები ამოვიდა შიგნით. მკვდარი მატლები. ზეო, ბაბუა ჩემის ნახმარია, ცხონებულიო, მე მაგას გადავაგდებო, ერთმა მითხრა ერთმა. ხა გაშინჯე ჯერ გამოვთხრა. გავშინჯე თვალწინებ გაიშინჯა. მკვდარი მატლები, შიგნით დაყრილი ხედავ. აფშე დაჭმული, ნაწერი, ყველაფერი. კაბიკად რო არღიდა. ამას იდებ თავზე. რამდენჯერ მაგ რა თქვა ხალხისთვის? თორა ტირის, ბღავის, თორა ბღავის. ვიან, ესეო, ეთორეო ბაბო დამიტევა ესეო, მე მიხარია თორას, დედის დატოვებული თორა, თეილი მიწველი, ხო იცი? ათჯერ მაგ რა თქვა ჩემჯამათში. მე იმ ადამიანებს ქედ მოუხრი. ჩემთანაც ასეა სახში. 1000 სიდურო გამოვიდეს ახალი. მაინც ითე ფილატა ხოდეში მიჯობნია. რაშიც ჩემი მამა პაპა ლოცვილობდა. არავის არ ეწინოს. ართე ფილატ რეფაელ დარწყვე. ჩემი მამა პაპა. ბაბუა ჩემი სრემლები შიგნით. კიდუშ როყებოდა აბდარას რო აკეთებდა. და რო აიღებდა ღვინიდან. დაისხამდა გვერდებზე ასე ბაბუაი. ხო იცი? ჯირებში. და ეს ღვინო, ეს პატარა რაღაცა გედებლებოდა ამ სიდურ. და ხედავ რო ნახმარი სიდურია. დებია საკითხული თეილიმი, რომელიც ნაცრემლარია. აფეცხაი მოხდა. ოჯახში საფისაფო ჩვენთან აკეთებენ დედიკა საქანა, ტერიტორიები ჩემი მაგ, ოხბარე, ხუთიათასორა. მოდიან ხალმიდები, გამხიკავენ თორებ, ხო იცი, კაშლიან, ზეში, მერე ამას ურტყამენ, ან წმინდამენ, მერე პილსოსები, ამბავი, 1000 ქვეყანა, მაგენა ჩემთან სახში. ყველა რაბის ოჯახში ხდება მაგე. ხაფეცხაინთან რომ მოვიდნენ და თალბედი დაინახეს სიდური ნახეს მიანი თეილი მიანი ძველი რაცა ადამის როდან და რამის ეუნებიან რამის გერისაში გავუშვათო აღარ ვერგიაო დაფურჩხულია ფუცლებიო რო ამას უშვებდო ამ სიდურზე იყო დედა ჩემი ლოცვილობდაო ჩემზეო მე არ ვიყავი დაბადებულიო დედა ჩემ შვილები არ ყავდაო თურმეო და თეილი მეკავაო და ლოცვილობდა სრებლებითაო და ის სრებლები ყრიაო ამ თეილიმზეო და ეს გინდა თო მამაშოროთ მეო ჩემი დედიკოს თეილიმეო ეს განცები შეინახეთ თქვენი წინაპრების თორები გამოიღეთ გამზეურეთ ბევრი არ გესმით ნახე რა არის რა თორას ხმარობდა ბაბუა რა სწავლობდნენ ვინ იყო ეს ხალხი ოილა ემლა პერიოდ მეყელბონა შელთორა აი მარბარ ხრი იმ ხალხ ვეტყვი რომლებიც ისრაელში ჩამოსვლის შემდეგ არ გამოუცვლიათ თავიანთი თეფილინები არც გაუშინჯიათ არის ზოგიერთები კაი ფულის პატრონებიც გაგიჟება სხვა ზოგჯერ უყურებ ამ ამბავ ვერ ვიტან ძველი ციციდი ადამარიშონის დროდან ციციდი ტალითი ფოჩები უკვე დამთავრებული მამსპარი ისევ ბაბუასთან ჩუქარი არისო და არ მინდა რომ შეცვალო. აია, დედა შენმა გაჩუქა თქვა, მამა შენმა მოუთხარი სერვანტი, რო დახორციელდი კი. სად არის სერვანტი თქვა? დიდი ხანია გადავაგდეთო. რატო? იტალიურები შემოვიდა, ბედნიერი დოლათიანები, ქვეყანა, 1000-ნაირი, სალონი, მალონი. იხსნება ყველა ფენაირი. აბა შენებს ძველი მაშინით იარები მითხარი, რომელიც იარებოდა ჩამოხვიდ ისრაელში. ფიატით იარები? ან სუსიტა, მისწრე ეკლესიაში. 500-იანი, 600-იანი მერცედესი გაჭირულად ჯიხარ ბედნიერად და მაინდა-მაინც იმ დეპინინმა ციციბა გამჩენის სამსახურმა რა დააშავა ხალხები. ყველაფერი, ესე იგი, გამჩენის სამსახურში რაც რომ არის, ყველა ძველი გაქდა ტოვებული. ყოლამაზეში რაც არსებობს, მატერიალურში, რაც ახალი მოდები, ყოველი წელიწად გამოცვალეთ ეგერაც, რა? და შენაბო ბერე, მე გამჩენი გულით მიყვარსო, გულითაო. შემევლე გამჩენსაო. არავის შემევლოთ გამჩენ, მე გთხოვთ. არავის გამჩენ თუნდა ერთი ქიპურის ხათან გამოძების თავისთავისი. არ შემეველოთ გამჩენ. გიყვარს გამჩენი? შეიყვარე რაც გამჩენი ხოს? გააკეთე. ოილა ემლა პერიოდ მეყელბონა შელთორა. ყოველი ვინც რომ არა ისაქმობს თორაშიდა. ქვია იმ ადამიანს ანაზუ შეჩვენებული. ბევრი რამეც რომ გააკეთო, ბევრი მადრებიც რომ გააკეთო იცოდე. თორაზე თუ არ გიკავია ხელი,
რას მიაგავს ესეო ხოსმინა კაბოთ ბოდიში რომ ამ სიტყვას ვამბო მაგრამ არ ვერა წერია ისე ვამბო ნაბზანები არის ბაჯაღლო ოქროსი შინაც ხვირსა ღორისას ბოდიში ნასენ საბა ხაზია ამას მიაგავს იშაიაფა ესარატა შენეო პირუტ ყველაზე უწმინდო პირუტს კაი ბაჯაღლოები რო დაალა სამაჯურები შეიძლება ისე გითხები თუ შენ არ ვარგიხარ თორაში არ საქმო გამჩენთან არ ახარ რაც არ უნდა გააკეთო გამოჩნდა აკეთე სვარი სვარ ამდენი ამდენი არის გამჩენა მაღოთ იმისა ჯიბემისა და ჭკუა წართვა არის ზოგიერთები ახლოს ვიცნობ კადრებში ყრია ფულებ ლოცვა ვაშენე კაბოდი საკელეცებენ გამჩენის კაბო კი არ ეცებენ ამითი თავიანთ ავიმახლებენ თავიანთ კაბო აბა რაც უფრო მეტად თავარდეს აიციოს შენ თუ გამჩენის სამსახურეზე გააკეთე რასაც გამჩენი გავალებს და ჩვენთან თალმიდები თორას სწავლობენ იეშივა დაკეტილია პატრონი ვერ გამოჩნდა ერთი ვერ გამოჩნდა გამაგროს იეშივა აი რა დრო დადგა დადერაც ქვივერე ამას ვაკეთე ამადებში ვარ კათქვეფილი მოგაყვავს გაჩენა დარჩი შენადგილზე არავის არ ვეთაყვანები მე ვარ ჩემ კაბოდიმა გრაბი ვარ ბარუხაშემ მე გამჩენ მეუნები რაც დამავალე გავაკეთე რაც შემეძლო უკან არ დავიხიე ჩამაბარი ეშიბის კილტები ჩემ ხელში იყო სანამდე შემეძლო ვაკეთებდი ჩემი ჯიბიდან ვდებდი წელიწადი ავდე კაცი მეკითხება რაბისიდან ცხოვრობ კაც არ ენაყურება არავის არ ენაყურება ამიტომ მე მოვლიან აი დიდი ამბავი დიდი პატივცემლები არიან დიდი მადლობა ყველას მაგრამ ეს არის სიმართლე ამას გეუბნება თორამ რაც არ უნდა ლამაზი და მშვენიერი ქალი იყოს უთვინო თუ არის ენაპირი არ უარგა დაყათი არ უარგა რა შემიძლია სილამაზე რაც არ უნდა ჩაცმულდახურული იყოს პირუტყვი მაინც პირუტყვი დარჩება რაც არ უნდა შემოსილი იყო მადლებით შენ თუ შიგნიდან არ ახარ ადამიანი და გამჩენი შვილი კაბეკად არ ღირს შენი ფასი ვეომერ ვეალუღოთ მასე ელოհიმემან და იგი დაფებინ გამჩენმა რაც რომ გააჩინა ღმერთის ნაკნარია ისინი და იგი წაწერა გამჩენმა მისი ხელი წაწერა ზემოთ ზედა ლუღოთებსაო წერია იქანა ხარუტ ალა ლუღოთ ალთიკრა ხარუტ ელა ხერუტ დაწერილი არის ამოჭრილი ლუღოთებიდან რატო არ წაიგითხო ხარუტი კამაცით წაიგითხე ხერუთი ნიშნავს თავისუფლებას რომ არ არის შედრიშვილი თავისუფალი გამჩენმა მოშეს რო ჩაბარა დაფები ეულება იცოდე შვილო ამოჭრილი ამოთლილია ჩემი ასერედებარიმი მაგრამ ამასთან ერთად კიდე რაღაც არის ამოთლილი რა არისო და ვინც რომ თორაში არის ვინც რომ თავის ცხოვრება ამოთალა გამჩენისთვის ის არის ბენხორინი თავისუფალი ადამიანი ვინც რომ წმინდად არის გამჩენთან არ შეშინდეს არაფრის ბარუხაშემ მე გავიარე ჯანმრთელობის ერთი დიდი ტრავმათ იწვისინე მაგრამ დამაბრუნა აკადოშ ბარუხო სიდან მოდის ესე ჩემი გაიბიჭობით კი არა ოიცოდეთ ამბობ ღიად იმიტომ რომ ხარ მიკრული გამჩენზე 100%-ად რო ხარ გამჩენ რო ეკუთვნი შენ გამჩენ ეკუთვნი გამჩნი შენ ეკუთვნის ერთი რამ იცოდეთ აი ეს არის სეკრეტი მეტი არაფერი ამიტომ ვინც რომ ჯამაათში არის ვასპარას ვეუბნები ნუ გააკეთეთ ფიგურისთვის კონცერტები არ ჩადაროთ თუ აკეთებთ გამჩენისთვის გააკეთეთ სუფთა გულით გაიტანეთ გაამაგრეთ გაძლიერეთ და გამჩენი გამაძლიერებელ ყველას გააძლიერებს ვინც არ ამოუდგა თორას აგერ ვამბო ღიად მიერეკამე ბევრჯერ მაწუხებენ რაბი მოხედე პატრონე გაჭრებაში ვარ ჩავარდნები ვარ არ აქვს უშლობა ვინ არიან
ზველა დიდი ბიზნესმენები სოფლიოს რო ატრიალებდნენ ვეღარ მივხედავ მე ვიცი რატო ჩაიჭრენ გამჩენთან ამიტომ ამბობ რომ ყველა ვიცოდეთ ვიყოთ გამჩენთან შენი მე ჩემი სიმდიდრეა ჩემი თორა დიდრის სიმდიდრეა მისი ფული იმან გამოუყოს თავის თორას თორამ გამოუყოს დიდრე და ხალხ აგერ ხარ ცოცხალი მოწმები კაცი არ გვიდგია გვერდში და რამბა ვაკეთებთ აგერ ხედავთ გაკვეთილებს სოფლიოში გავარდნილი გაკვეთილები რომელიც ქვეყანა ხალხს ეშვას დაბრუნდა ხალხმა მიატოვა ფესახში ხამეცების შამა რამდენად ამერიკა თეფილინებს დადება დაიწყო ზოგმა შაბათის შენახვა დაიწყო ზოგმა სიდან მოდის ესე აი ახლოს მოდის ხალხის გულთან ყველაფერი ამას ქვია ხარუთ როცა რომ ამოჭრილია თორის სიტყვები ადამიანის გულზე გამჩენი ციცოდე ჩვენ გვერდში არის და იქნება ღმერთის წყალობით ხლად გასავის კიდე ეს ნიშნა შემდეგი ნიშნა რაფერ უნდა იყოს მოწაფე რაბი ყავს მაგრამ რამის რა ვალდებულება ვიცით შენ მიერ შენ რა გევალდებულება რამის მიერ აი მოდი საგანა ამის ვიშნა ალომედ მეხაბერო ფერეკ ეხად ვინც რომ სწავლობს მის ამხანაგისაგან ფერეკ საერთსა ალახას საერთსა ან პასუქს საერთსა საუბარს საერთსა თუ გინდა ბუკვას საერთსა ვალდებული არის რომ უნდა წესაოს შინაემისა კაბოდითაო რადგანაც შემასწავლებელი ხარ შენ მასწავლებელი რამდენჯერ მაგ თქვა ხალხი გერომრიდებია ეს ლიბრეტო რა ვისწავლე ტაქსი შოფრიდან რა თქვა მე მაგ თქვა ის მერიდება შეცდი ალახაში მithქვია ხალხში აღიარებულად ერთხელ მომიხდა ერთხელ რაღაც ალახაში შეცდომა შემეკითხენ არასწორად და არასწორი პასუხი გავეცი რაღაცასთან დაკავშირებით და შაბათღამეს დავდექი ჩემროცვაში ჯამაათში ჯამაათო მე არ მახსოვს ვინ შემეკითხა განათქვა ეს შეკითხვა მოვიდა ჩემთან შევცდი ალახაში თქვა ალახასი არა ასე თქვა ზერბაშკაცობა ადამიანი უნდა იყოს ვედოვერე მე ბილევავო გულით უნდა იყოს გამჩენთან რა სიცხვილი გერა ჩემთვის ეს არის ბაშკაცობა ეს არის ადამიანობა მე რო დღეს შენ გასწავლე რაღაცას შეცდომი ხალხში და გადავჭხო ქვეყანა ხალხი ისავიდა ვიღაცა სასწავლა და არიგა შეცდომით ბარბინალვალე ხემ სიდან სწავლობთ ამას როვინ სწავლობს ადამიანიდან ერთა რაღაც ვალდებული არის უნდა წესაოს კაბოდით შინაემისა სწავლობთ ამას დავით მელეხ ისრაელისაგან რომ არ უსწავლი ახიტოპელისაგან მხოლოდ ორი საუბრები მარტო და არ ქვა მას რაბი მისი მასწავლებელი მისი დამრიგებელი მისი ვალოდევარინ კალვა ხომერი არისო თუ დავითმაო ხელა მეფემაო რომელიც სანდებოდა იმ თაობაში ყველაზე ბზენი წინასწარმეთ ყველი მელეხ ისრაელი ნახეთ მოიტკატანი მე-16 ბურცელი მეორე გვერდი რა წერია დავითზე ამ ხელაკაცი რომ არ უსწავლი ახიტობელიდან მხოლოდ ორი საუბრები მარტო და არ თქვა მას რაბი მისი დამრიგებელი მისი მასწავლებელი მისი თუ ისწავლის შენეო შენამ ხანაგიდანაო ერთ ფერექსაო ერთ ალახასაო ერთი ბუკვაც რო იყოსო კალვა ხომერ რა თქმა უნდა რო შენ გივალდებულება რომ კაბოდი წეზავ მას მაგ კალვა ხომერფო კულამ შოალი ახიტობელი იყო დავითის წერი არ იყო დავით ანახლოს მოდის დაეუბნება დავით არა ვარ თუ ახლოსო მაგრამ ჩვენ რაღაცას გასწავლის სწავლე კარგათაო კაცი რო გეტყვის და გარიგებს და იცი რომ წერი არის ხლა ამას ხო კონტროლით მიიღებ გამჩემა იცი შენი სიკეთე უნდა თუ გამჩემა იცი მაგას გიდებს რო ბარბინან ვაიტო მამის ყოველდღიურ უბედურობა ოჯახურად ამავ ხო ეუბნება პირველი წოდება სალოცავში რო შედიხარო გამჩენთანაო გამართული არ შეხვიდე ასე რომ გამართულიო თან მოხრილი თავი დაიდაბლე და შედიო გამჩენთანაო შენეც პატარა ხარო ხო მეფეს ეუბნება მას მეფეს ახიტობელი სხვა ჯობს მოიცოდეთ ისტორიულად ვინ არის ახიტობელი დავითის ახლობელი ბრძანდებოდა რაფერი იყო ახლობელი დავითის ცოლი ბატშებაყი შვილი იყო ახიტობელის მოიცოდეთ ეს ასე ჩანს გემარაში სანედრინის 69% მეურვე ასე ჩანს გემარაში ესე იგი ცოლის ბაბუა იყო
მაგრამ მაინც უმედურიც კი იყო. ნუ ჩვენია. არ იყო სწორი ადამიანი, ქაშენი კაცი. დავითთან შეცდა ბევრჯერ. ხა მოდის ამერიკას და გარიგებს. აი თუ ამას, იმიტომ უნდა რომ შევიდი ასე ხალხმა რომ გამცინოს. ხო იფიქრებს დავიდი. დაუჯერა დავითმა. დაუჯერა. მე ეკითხა დავითმა რამებთან და მართალი ვერ. რომ მოისმინა მართალი არისო მეორეჯერ რომ მოვიდა და კიდე და არიგა უკვე მოისმინა. ესე იგი, სინამდვილეში რა ვისწავლეთ აქანა? ვისწავლეთ რომ ტერმაც რო დაგარიგოს თუ შენ გააკონტროლებ და ნახავ რომ სიმართლე აქვს რა თქვამი, მიიღე. არ თქვა, რადგანაც სიმართლე დაბარიგა, ჩემი ცუდი უნდა. ეს ვისწავლეთ აქანა. სადღა დარჩა თუ შენმა ამ ხანაგმა გასწავლა კალვა ხომერ, ალო მე ხავერო, რო შენ იცი რომ ამ ხანაგია, შენი სიკეთე უნდა. რა თქმა უნდა რომ დაისწავლა. რა ასწავლა მეორე კიდე? ასწავლა არახაშიო. ბევრი არისო თორა დიდი არის და ვაი თუ არ შეცდეო, გიჯობნია მარტო არისწავლო თორაო. ყავდესო ხავრუთაო. რო, რატო? ბარზელ ბებარზელი ხად? რკინა რკინით გაილესება, ადამიანი დაჭკვიანდება. საერთოდ შრომამელი ხის სიტყვები. ამიტომ გირჩევო, ძიმე საკითხებსაო, ნუ გაშიფრა მარტო. დაუჯერი კაც და ისწავლეთ ერთად თავ და აქედან დაგირაგე, მაგრამ ხერებელა ბადიბენო ალუ, ეს გიბრის სიტყვებია, ასეთ აღანიჩი ისწავლენ ყველაფერი აქედან. მაგრამ ნიშნა კიდე გამგზელებელი არის, ვერ ამას აგზელებს. მაგრამ მიგედავალ ბოლო ერთ ნიშნაზე კიდე ერთ ნიშნაზე. ბოდიში და ამით დავასრულებ. ნუ გადავებებით არ მინდა რომ დავღალო ძალიან. ზანარიბიო სებენკისმამ ხლა კასამებია და ბელგისმა. მაინც ბარბინა ჯივარ დაგანა ჩემი ცოლია განკალებულია, მაინც მინდა რომ ხალხმა იცოდეს. რა პერიოდია? ამას ვიღებ ჩვენ იომ იერუშალაიმ. ხო? იერუშალაიმის დღეს რო თქვია. ამათ ჩვენ იომ იერუშალაიმ უძახით და ჩვენი მტერი ვითან ჩვენი გამანადგურებელი დღეს თვლიან იმახ შემავიზი ხრამ. რო თაგუმბა მაინც არა. ხლა უხარიათ. იმიტომ შიგნიდან მტერი გამაგრებული არის, შიგნით ჭუბი არის ისრაელში. არჩევნებთან დაკავშირებით თანიაუ, არანეთანიაუ, ლოალეხემ რამბავი მიდის. ხო ხედავთ? რა დრო დადგა. ლომებიო გვერდზეო და მელიები ცეკვამენო. ედრო დადგა ვიზია. აი ჩვენი ბრალი. მარტა სულთა გალუთის დროებია, გალუთის ამრაის სიბნელე. ჩამოწოლილი იყოს ხალხის თვალში მე არ ვინახია ჯერე. რას უყურებს მაო? მე იმიტომ კი არა ვაიჩევთი. ის იქნება ხალხი რა ფერარი გემარაში ნარკვალი. კოლამან ქეგოლ შადაი. ერის ხმა, ღმერთის ხმა. ვაიჩევთი. მაგიტომ არა. მე მეშინია რა ბედი ეწოვა სახელმწიფოს. ბავშვები არიან მიჯო. ისახვანი არის მე რო ახლა დამაკენო შენ რო შევშალოთ. რამესის რო შევშალოთ მეორე 7 მანდატი კაცსა 7 მანდატი. მაგრამ მაგას აღელებ რო შევშალოთ 30 მიიღო კაცმა არა, დაიწუნე. რატო? სინათხინა. სინსულვარე. ამრაის სინსულვარე მე არ მინახია ვიზია. ესე მიგდაშის გაუხრების დროს იყო ამბავი. ანუ ზუსტად და ამის მეშინია. ხომ ტერიც უყურებს ამას გარედან, რა ამბავია? ამერიკა უთუთუნებს იერუშალაიმ ამერიკიდან წანა გამოცხადდა, რომ ერევა აბა თქვენეო, გაუთხ არაბებს არ დაუწყათო, ნეთანიაუ გზანის ეუბნება ამერიკას, ნუ ჩერევითო, გაათამამე მტერსაო, ნეთანიაუსთან ერთად დიდადგება ვაქ ამერიკისკენ. ნეგედ ამერიკა მითხარი შენ, ნუ სადარი დაყათი. ზოგ გამჩემა დაყათი წაართვა ძმაო, ამოცალა ჭუიდან. რა ხდება აქ ამერიკაში? ამიტომ რაბიოსებელიკისმა, კასამები ახლა ვარდება აზა ვარდება თელია ოტეფაზა ჩემი ცოლია განკალებულია ბავშვები რეკამენ პაპა ჩვენ დაწამოდი მინაი ოჯახში ცხოვრობ სახში ახლა არ არის მამადი არაფერი ესეც დაკროული შენებლობა იეშიბის შენებლობა ერთი რო დავარდის რაღაცა არის მარეში ხოლა ხედავლა შემოსავალში თელი კიბები დაკროულია ყველა რატო ზომოვარდა ერთხელ ორხელ დააზანზალა მიწოდა ჩამოიყარა თელი პოლები ეს არის ბარუხაშე ჩვენე გამჩენთან ვეძებ რას იცი ყოლანი ისახლები ავაწყოთ იქანა მე არ ვეძებ ყოლანზე არაფერი ხოლო ამას მაინც ვეძებ რაღაცას რომ რაც შეგვიძლია თორა დავთესოთ სიბრიყვიდან ჩვენი ხალხი გამოვიყვანოთ გავშუქოთ თორით დავთესოთ გამჩენის სიყვარულობა გავაგებინოთ თორად მოშეს რა უნდა ის ვარ ჩამოსულები აქ საცხოვრებლად თუ არ ამისთვის ზანარიდიოსებენგისმამ ბაღამახათაითი მე ალეხა ბადერხ
ერთხელ ვიყავი ვიარებოდი გზაზე და შემავხვდა მე ადამიანი ერთი და მამცამე სალამი დაუპასუხე მე მას სალამი ამარლი რაბი ეგრეთ მითხრა მე ბატონო ჩემო მეზე მაკომათა რომელ ადგილიდან მზანდები შენ ამართილო მოახსენე მას იმის ქალაქისა დიდისა რომ ბზენებისაგან რომ სოფრინებისაგან ვარ მე ამარალი მეუნება მე რაბი მასწავლებელო ჩემო რეცონე ხარ იქნება შენი სურვილიო შეთადურყი მანუ ბინკომენუ რომ იცხოვრო ჩვენთან შინადგილსა ჩვენსა და მე გაძლევ შენ 1000 ჯერ 2000 დინარე ზავსავო რამდენი გამოდის 1000 ჯერ 2000 მეგონი 2 მილიონია თორსე ხვასია აბანიტოვო თუმარგალიო ამდენი გაძლევი წოდე მაგოთია ქვეყანაო ამართილო ბენი ბეუნები მე შვილო ჩემო რომ შენ მაძლევდე მე ყოველ კესებ და ზავ და ქვებსა კარგებსა ბრილიანტებსა რაც მსოფლიოში არ წავალ საცხოვრებლად მხოლოდ შინაგილსა თორისას რატო რადგანაც რომ შინასაც სამისა გადაცვალებასა რომ ადამიანისას ადამიან არ გაყვება მას ადამიანსა არც კესეფები არც ზაბები არც ქვები კარგები და არც ბრილიანტები რა გაყვება ადამიან ხოლო თორა და კარგი მისი ნაქნარი რომ ნაბზანები არის ბეიტალეხა ხატან ხეოტახ შინადროსას სიარული შენისას წაგაზავებ შენი თორა შენ რო წამოწვევი შეგინახავს შენა როცა გამოიღვიძე გესაუბრება შენა შინადროსას სიარულსა შენსა ეს არის ყოლამაზე როცა ცოცხალი ხარ რო წამოწოლა შენი ეს არის რო შეგინახავს შენ შინასაბლავში და როცა გამოიღვიძე გელაპარაკება ეს არის ყოლამების დროსავო დაინგრე დავიდი წერავს თეილიმში დავიდმა დაწერა ტობლი თორატი ხარ მე არ ბეზავახესებ კარგია ჩემთვის იგი თორა პირი შენისა მეტად ვიდრე 1000 ოქრო და ვერცხლი დაწერია დიაკესეველიაზა ამარ ჰადონა იცებაო ჩემია შვილო ვერცხლი და ოქრო არავის არ ეგოს ასე დიდარ მე ვარ და მე ვარო გამჩენისა ყველაფერი შენ ახარ დანიშნული მარტო დაბლა გამჩენიდან აი ამას გასწავლის რგანა ეს სიტყვები აგანა ორი რაღაცა ერთი ვისწავლეთ რომ ნეტარი ადამიანს რაც ეგაგება აქვს რომ ყველაფერია თორა ეს მოხდა ნამდვილი ამბავია ჩვენ თაობაში მოხდა დიდარე კაცმა დიდარე კაცმა აშკენაცმა გადაცვალების წინ ანდეზადადება დაწერა ორი სავაჰა დავალება დაწერა ზეიდან პირველიო დასაპლაების წინეთ გახსენითო შვილებეუნება რაბის დავალა სანამ დამასაპლაებთო გაიხსნასო პირველი ჩემი თხოვნა რასაც მე ვთხოვილებო მეორეზე წერია შვიდში დასაპლაების შემდეგ შვიდში სახალხო გახსენითო და წაიკითხეთ ესეცაო მაგრამ აბზანდა ეს კაცი ხო ჭირის უფალი რა თქმა უნდა ყველა ხელად ხედრა კადიშა ადგილი კუთხე სად რომელ ადგილზე სად დასაფლავდებოდა ახრიხინ პულინ გამოცხადებები რადიო ტელევიზია ყველა მიესწრება კომუნიკაცი ეფრუსამი კაცი אבל צריך לפתוח צבא სანდიზა ხონდა გაიხსნა რა წერია შიგნით შვილებო გავალებთ ხო იცით რომ მე
სიცივე მაწუხებდაო, ფეხებშიო და ნუ დამასაფლაებდო უნასკოთაო. ჩამოწვიდო ნასკებიო, მოითხოვეთო რა ვეიდანაო, რომ მინიმუმ ნასკებით არ გთხოვდო ახლა როიტყვიან მინკის და კაი რენიერი ფრიონები და მინიო გთხოვთ ნასკები პროსტო შულებმა ჩქარა რა თქმა უნდა გასო თავარაბისთან მოვიდნენ ხებრაკადიშის პოსტთან პაპას ანდეზე არისო ძალიან გთხოვთო შევასრულოთო ეს რა მამის ხოვნაო და მამა მოითხოვაო ნასკებით ასაფლაებაო და ჩვენ რა დაჭდება დაჭდებაო ღირსო საფლავი 80,000 შეკელიო მილიონ შეკელი დაგიდებთო პაპას ხოვნა შეასრულებთ რაც ქონება გააჩნდა მამა შენო რო დადვათო ყველაფერიო თორაში რაც წერია იმაზე ვერ გადავივლითო ნასკებით ვერ დასაფლავდება არაფერი გავიდათ ჩარიენ რომელი რაბი გინდა ხო გამოჩნდებოდა ახლა ერთ და ორი რაბი აუწედა მაგათქუდა თქვათ აი ჩვენი რა ბარხაშენ კაი ხალხის ხელში ჩავარდა საქმე ნამდვილ რაბები იყვნენ აი ლო დი შულხან არუშ ზერია პიტამი ადამდა დასაფლავეს როგორც დაუსაფლავიათ ყველა ისრაელის შვილი ჩარცვენ დაღრიხიმი ყველაფერი გააკეთეთ წესიერად კდინ ხევრაკადიშა ბოდში მოხადენ შენი თხოვნა ვერ შევასრულეთ მეხილა კადინ კალახა კადიში განსვენება დასაფლავება ყველაფერი დამთავრდა გავიდა რამოდენი დღე და 7-ზე მამის ხოვნით უნდა გაიხსნას მორეცავა ხოლო ეს მოითხოვა მამამ წაიკითხეთ სახალხოდ შემოუპროსმა ბიჭმა წაიკითხო სვაძერია თან ზეინა და გახსენო მორეცავა და რა წერია შიგნი კითხულობ ბიჭი დაიწყო დაკითხვა თუ არა ცრემლებით იბერება საწყალი და ჩამოდის და რას კითხულობს შულებო ხო და გიმკიცეთო რაც არ უნდა ქონება გექნეთო მაინცაო თორად მოშეში რა წერიაო სიტყვა ვერ შეიცვლება იმ სიტყვისაო თორას ვერ იყიდით ფულითაო ხო და გიმკიცეთ ესეო ნასკები მოვითხოვეო ხო არ მოგცა ხევრაკადიშამაო საშუალება რომ და დეგესაფლავიდათ მამა რამდენი ფული აძლიეთ ალბათაო მაინც ხوار დამასაფლავე ნასკებითაო ერთი რამე ცოდეთო ღმერთი ბრძანდება მაღლა ადამიანები ვართ სულ არაფერი პატარა ვართ აი აპიოსებეკისმა კესებსა ყველაფერი ამბავია ორი მისებეკისმა გასწავლისა განაგეონება ძელოდე მაგალითი მოგიგონეს ხორეს მაგალითი შეხვდა რაბი ოსებეკისმა ეს კაცი პამახათაითი რა პამახათ პაგაბიადამ ეხად ნათანელი შალომ ერთხელ მომიხდა ისტორიაშიო მე რო არ დავასტარი ადამიანს სალამიო ერთხელ მომიხდაო კაცმა დამასწრო სალამიო ერთხელაო და ამაზეცაო გული მტკივაო მაგრამაო ესეც რატომ მომიხდა ისითო მოისმინეთო მე ვინ ვარო მე ვარ ის კაციო თორას არ ყიდი ფულშიო მე ვარ ის კაცი დღედაღამე თორაში ვარ უბლეხტეხა ბადერე უშოხვეხა უკუმეხა არ გამიცია გული თორას ფიქრობდი სწავლობდი არ მინახია ის კაცი თვალით შემირაბი რაფშახი რაღაც იცანდებოდა მე დღეს უყურებენ დღეს ხელები იარება ასე ხელები გასწრილია გასული და იარება ასე და თამინ მაშინ დაინა რა ხოშიდობით ხარო და კი რა ხოშიდობა სად არისო არბუზები თურე არბუზები უყიდია სახში წამოსაგებდა და ვიკავა ხელში თურე და სანობდა კემარად ვიგროდა რა არ გაუცია გული გავარდნა ხელი ასეთი ხალხი მაგრო გზაში არებოდა ჩემი რაბი სტოლბას დეჯახებოდა შაბათ თუ იყო და ისე იყო თორაში ასე იყო საიპერერიც კანიევსკის მამა ედაიგივე სულ თორა ამერამი მე არ მინახია რაბები მინახია ბევრი ესენი რო იყვნენ ასე იყო რაბი დავით პოვარსკი ჩემი რაბი კიდე გეონე ყოლამ გამჩენი ლაპარაკებოდნენ ხალხი პამახათ ერთხელ მომიხდა ესეო და რა მოითხოვა ამ კაცმა ჩემდანა იცითო ისე ხამრეფერი და მაგოსვენიდი ერთხელ ვირუსი და მე წაკითხული მაგ სეფერი ახნაფ შენუში და კიდე სხვა ადგილებზე მაგ წაკითხული ხოლო მაინც ვახსენებ ჩვენი რაბი მიყვარს თუ რამე დიბრეტორა მაგ რაბებიდან მოსმენილი ცხოვრება მისის გამჩენა
მითხრამ ადამიანმა მნაირათაო რაბი იმნაირ რაბის ვეძებო ყიმანუ ბიმკომენუ კიპურის კატავეძებო კიპურის კატავსაო ჩვენთან მე არ ხალხი ცხოვრობენ რომ მარხვა არ მთხრა მარხვაო მაგერი არი მარხულებით ყვილათაო ნუ ეტყვიო თორა ისწავლეო თორის მოსწავლეები არ არიან იცოდეო ნუ ეტყვიო ქაშერის ჭამასაო არ არიან ქაშერის ჭამელებიო ნუ დაავალებო რაბიო არ ჩაიცვა ესე არ დაიხურო ეს არ არიან მაგერი მაგათ უნდა რაბიო ყიმანუ ბიმკომენუ შეუია ასე აქორ ბიმკომენუ იმ რაბი მიმარხულოსო ჩვენა გივრად ჩვენაც ვლათაო იმან ჭამოს ქაშერები ჩვენაც ვლათაო მოკლედ კიპურის კატამეცები თუნდაც კიპურის კატა ია ისეთი ადგილი არისო ყველაფერი მამსპარი თორიდანაო რაბი ყავსე მარტო როგორც ქედუმუთ აი რაბი ყავს რაბი უკრასავი ხო ის დოჯინასე ინე ეშლანო რაბი კოლაკაბო მაგრამ მეკითხება რაბის ლოგისმა რაბი რო არის მამთხოვნი რომ მოგთხოვოს თქვენეო გააკეთებთო არა ანახნუ როცი ყიმანუ ბიმკომენუ მასეთებ თუ ეძებთო მე არა ვარ მაგის სამართიო ამიტომ ურავი რა თაინ კიდე ბევრი ვისწავლეთ მაგრამ მაინც ცოტა გულიც მოიფხანეთ პირკი აბოთები რამ ხელა არის და აქანა კიდე რა თქვით არაფერი გვითქვია იმდე ვერ მოვასწარით ბევრი და ხო გამჩერდმეთ რომ მრავალ ჯამიერს მრავალ წლებს გველაპარაკოს მოვალ წლებს ალბათ პირკი აბოთო დაუბრუნდებით კიდე სხვა მნიშვნელობებში შევალთ სიღმით იმაცაც გავაფირუშებთ აახსნით თავის გარბატებით ყველაფრით ღმერთმა მრავალ წლებს დაგვასწროს მე პირკი აბოთის შემდეგ გემა ჩაწერა რუთის და მაგაც გამერთის წყალობით, რასაც შეგვიძლია გამჩენი და მე შემდეგში ჩვენ დაუბრუნდებით უკვე ჩვენ სედერ, რაგილ, პარაშიო ჩაბუაყი, თავის მაფტირით, როგორც ყოველთვის და ღმერთით ზანდებოდეთ ჩვენი შემწე. ვინც რომ ამ დიდ საქმეს აკეთებს, მე ყველას გლოცავთ. ვინ აკეთებს ამას? აკეთებს პირადად კერძოდ ოჯახები, რომლებიც ჩამოდიან ერთი ტებერიდან ერთი ნათანიიდან, ერთი ლუდიდან, ერთი ბიჭი რომ მოსკოვიდან რომელმაც დაიწყო ეს შიდურები, შეეწევს მიშკა, შეეწევს გამჩენი ღმერთი და აგერ ჩვენ გამჩენის სახელზე ყველაფერი უკაბეიკოთ, უარაფლოთ, ხოლო გამჩენის სიყვარულობით და ხო გამჩენ ღმერთს რომ მრავალ ჯამიერს, მრავალ წლებს გვედარაშნოს, დარიგება მეგვეცეს ჯამაათისთვის, მაყურებლებს, რომლებიც სოფლიოდან ყველა კავშირში ხართ, ბელგიიდან დიდი მადლობა ბელგიელებს, გავიგე ბენი, ახალგაზრდა ბიჭი ბელგიაში, რომელიც ამგეკვეთილება წერს, დიდი მადლობა სუხტი აქიდან, ეს მიშა ანჭო მამიყვა, ეს ამბავი და თოდარაბა, ძალიან დიდი მადლობა. საქართველოში ვინც რომ ამას აფცელებს, რუსეთში 2-3 ადგილია სადაც ცემდება. ასე კიდე გლობალურად ნიუ-იორკში ვიცი, კანადაში ვიცი, რამოდენ ადგილებიდან მომდის ინფორმაციები 1000-ეულობით მაყურებელი ყავს. ამ ჩვენ გაკვეთილებს მარტო ერთ ადგილზე არის 400-500 ჩვენთან მაყურებელი და კიდე სხვა ადგილებზე ვიცი რომ 200-300 ყველგან და ასე რომ უკვე 1000-ობაზეა მისული ბლიაინარა ბევრი ჭკუა ბევრი დარიგება აფცელდება და თქვენს გააფცელეთ სადაც მოგივათ ეს ლიბრეტორები ღმერთის ხმა აკადოშ ბარუხის სიტყვები თორის სიწმინდე გაიტანეთ დარგეთ ხალხში ვისწავლოთ ჭკუა გამჩენიდან დარიგება და შეგვეციოს მაღალი გამჩენი ღმერთი სიგეთე ბედნიერება ყველა ამაყობებს კარგი რეფუა შელემა ჯარისკაცებს წასულებს შვიდობი დაბრუნება ამენ ყველა მტყევ დასწა დაშველა ხოვა კადოშ ბარუხოს ასე დაგლოცავთ ყველას რომ მალე და ადრე მასიახი მობრძანებული იყოს აგერ რუთის ლიბრეტორა შავყოთი მასიახის ლიბრეტორა არის და გამჩენმაკანს დავით ბერეხისრაიძის შამოვლობის და ხო გამჩენს რომ მალე და ადრე გეულა შელემა ვალეთ სიონ გოენ ვხენ იეირაცონ ვენომარ ამენ